გამარჯობათ. მოყვარული მიფრინველების და მცირე ფერმერების შეკითხვებიდან ყველაზე მეტად მაღაზიანებს, როცა მეკითხებიან თუ რომელ პრემიქსს ვანიჭებ უპირატესობას, ან რომელ პრემიქსს ურჩევ გამოსაყენებლად. თითქოს პრემიქსის გარეშე წარმოუდგენელი იყოს ფრინველის გაზრდა და კვება. ქალბატონებო და ბატონებო, პრემიქსის ნაჭამი, ქათმის ხორცი და კვერცხი ნებისმიერ მაღაზიაში ყრია. და იგივე რომ საკუთარ სახლში ვაწარმოო საკუთარი მოხმარებისათვის, არავითარი სურვილი არ მაქვს. მაგას ჯობია 60 კაპიკიანი კვერცხი ვიყიდო თავისი ანტიბიოტიკებითა და სტიმულატორებით და ასე ვთქვათ, შრომა აღარ დავხარჯო. ყველაზე დიდი შეცდომა ფერმერის მხრიდან მზა კომბინირებული საკვების გინდაც პრემიქსი დაუძახეთ, მდგომარეობს შემდეგში. თქვენ მაშინ ვიაგებთ ეკონომიკურად მეფრინველეობის ფაბრიკასთან. პირველი, თქვენ ვერასოდეს ვერ აჯობებთ ფაბრიკას თვითღირებულებით. ბოლო-ბოლოს საკვებას ფაბრიკა თქვენზე უფრო იაფად იყიდის. თქვენ ხართ წვრილი მყიდველი, ფაბრიკა მსხვილი მყიდველი. ვის უფრო იაფად დაუჯდება, ასე ვთქვათ, ფრინველის საკვები, მე მგონი არ არის ძნელი წარმოსადგენი. მეორე, მეფრინველების ფაბრიკებში არის საკვებურების აწყობილი სისტემა, რომელიც გამორიცხავს საკვების გაფუჭებას და გაბნევას. ეს აუმჯობესებს საკვების გამოყენების ეფექტურობას და ამცირებს ნაწლავურ ინფექციებს. წვრილი მეურნეობების უმეტესობას მსგავსი არაფერი გააჩნია, ამიტომ სანამ ქათმებს შემოიყვანთ, აუცილებელია საკვებურები და სარწყულებლები დაამზადოთ თვითონ. გაყიდვაში არსებულები ხშირად სულაც არ არის ეფექტური საკვების გაბნევისა და დასვრის მხრივ. თუ როგორ დავამზადოთ ეს საკვებურები და სარწყულებლები, ამაზე ცალკე ვიდეო არსებობს და შეგიძლიათ ნახოთ. შემდეგ, ფაბრიკაში არის მუდმივი ვეტერინარული ზედამხედველობა, რაც მცირე ფერმებს არ გააჩნიათ. და მეოთხე ფაქტორი, ავტომატური საკვების დანაწილება და წყლის ამცირებს შრომის დანახარჯებს. თქვენ ეს ხელით უნდა გააკეთოთ, იქ კი ავტომატი გააკეთებს. სწორედ ამიტომ, ვინც თვლა და ანგარიში იცით, აღმოჩენთ, რომ თქვენს მიერ სახლში წარმოებული ხორცი და კვერცხი უფრო ძვირია, ვიდრე მაღაზიაში ნაყიდი თუ მზა კომბინირებულ საკვებს ან პრემიქსს გამოიყენებთ. ხოლო ხარისხით არის უარესი, რადგან სახლში ვერ შეძლებთ ისეთივე ტექნოლოგიების გამეორებას, რაც ფაბრიკაშია. ხოლო ის თუ როგორ ვყვებოთ ქათამი პრემიქსების გარეშე, ამაზე შემდეგ ვიდეოებში ვისაუბრებთ.